მოგესალმებით მეგობრებო, დასრულდა არდადეგები და ძალიან მალე დაიწყება 2026 წლის UFC-ს სეზონი. თან უბრალოდ სეზონი კი არა დაიწყება, შეიძლება ითქვას UFC-თვის ახალი ერა, Paramount-ის ერა და ამ ერას ასე ვთქვათ გახსნის UFC 324 მთავარი ბრძოლით Justin Gage, პედი პიმბლეტი, T-Mobile Arena უმასპინძლებს ამ ღონისძიებას, ბუნებრივია, ნევადის შტატში, ლას-ვეგასში. დღეს ასე ვთქვათ მოთელვას გავხურდებით უკვე შევალთ საქმეში, სწორედ ამ ივენთის განხილვით, პრინციპში ძირითადად ყველა ბრძოლას განვიხილავთ. უმეტეს რომ რაღაცა ჩემი მოსაზრებით ძალიან არ ემთხვევა ამ ბრძოლაში განთავსებულ ბუკმეკერების სონების მიხედვით ბუკმეკერების მოსაზრებებს. სანამ საქმეზე გადავალ, შეახსენებთ რომ თუ მოგწონთ და უყურებთ ჩემს ვიდეოებს, ერთ მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. მაშასე დავიწყოთ პრელიმ კარდით. პრელიმ კარდში გვაქვს 3 ბრძოლა, 2 ბრძოლაზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პირველი არის ატება გოტიე, ანდრეი პულიაევი. მე ვფიქრობ რომ ეს ბრძოლა დიდი ხანი არ უნდა გაგრძელდეს და ფიქრობ ძალიან მალე დამთავრდება ამ ბრძოლაში ანდრეი პულიაევი. ფიქრობ იქნება ავადამდელი გამარჯვება და საკმაოდ ბრუტალური. ეს ამაზე არ მალაპარაკებს არც პულიაევის წარმომავლობა და ამ შემდეგ, ხა მისი წარმომავლობის ბლეთის ბრძოლები შეიძლება არავის არ გულშემატკივრობ, მაგრამ ნამდვილად ყავთ, ვერ ვიტყვით რომ არ ყავთ. კი არა და ძალიან მაგარი ბრძოლებიც ყავთ. პულიაევი არ შედის მათ რიცხვში, საერთოდ პულიაევის წარმომავლობაც, გულისხმობ მისი კარიერული წარმომავლობა, საიდან მოვიდა და თუ ჩახედავთ, ხვდებით რომ საერთოდ მე ვერ ხვდები როგორ მოხდა ეს ადამიანი UFC-ში, რატომ მოხდა და საერთოდ უბრალოდ სიმართლე გითხრათ ცოტა ნერვებზე ვიშლები, რომ ისეთი მებრძოლები რომ მაგალითად არის ამირან გოგოლაძე, მოდი ერთი წელი იყო იქ UFC-ს კართან, ვერ მიიღო ვიზა, ასე ვთქვათ და პულიაევს საერთოდ რა უნდა არ ვიცი. ატება გოტიე არის ძალიან ნიჭიერი, ამავალი ვარსკვლავი, ყოველ შემთხვევაში, ამ გადმოსახედიდან შეგვიძლია მასზე გავცეთ ავანსები და ვთქვათ, რომ მართლა შეიძლება ბევრს მიაღწიოს, ეს არ არის მარტივი და რაღაცები. მოუწევს მას სირთულეები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ჩემი აზრით უბრალოდ ძალიან მალე გადაუვლის უბრალოდ ანდრეი პულიაევს, თუმცა არის რაღაცეები, პულიაევი შეიძლება არ წინავს, მაგრამ მაინც ასე თუ ისე რაღაცა სკოლა აქვს გავლილი MMA-ის და ზოგადად ამ სკოლის წარმომადგენლებზე ხელის მოსმით საუბარია შეიძლება ყურადღებით უნდა იყოს მასთან, რა თქმა უნდა გოტიე პლუს ატება გოტიე არის საკმაოდ მაღალი და პულიაევი არის მასზე მაღალი. ვისკამი ეცით ატება გოტიეს შეიძლება თავისზე მაღალ მებრძოლთან შეიძლება არც ჩხუბი ხასე არ ვიცი რომ ჩხუბია, მაგრამ არ არის გამოსწორებული საერთოდ არ ეჩხუბოს ამ ხელა მისთვის ცოტა უცნაური ანთრომეტრიის მეტოქი შეიძლება ყავდეს, თუმცა ვფიქრობ არ უნდა იყოს ეს გოტიესთვის დიდი პრობლემა და მე დიდ ფავორიტად ხედავ აქ ატება გოტიეს. შემდეგი ბრძოლა, რომელზეც მინდა ვისაუბრო პრელიმ კარტში, ეს არის უმარ ნურმაგომედოვი და დეივისონ ფიგერედო. როგორც ხედავთ პრელიმ კარტში პრინციპში მე ვეთანხმები ბუკმეკერების მოსაზრებებსაც. აქაც დავეთანხმები, ისევე როგორც ატება გოტიეს შემთხვევაში, უმარ ნურმაგომედოვს ხედავ დიდ ფავორიტად. ფიგერედოზე გამძლეობ ვერ ვისაუბრებ ისევე როგორც პულიაევზე, მაგრამ უბრალოდ სტილისტურად ვფიქრობ რომ ყველაზე ხელსაყრელი მეტოქი შეხვედრეს უმარ ნურმაგომედოვს და თან ხელსაყრელთან პერიოდი კარიერის ისეთი აქვს დეივისონ ფიგერედოს სხვა დროს რო შეხვედროდა კიდე რაღაცა შანსებს მივცემდი ფიგერედოს, მაგრამ ისედაც გაცვეთილია საკმაოდ სუცლაზეა, დაღმასვლაზეა ფიგერედო თან ისედაც სტილისტურად. მოდი გვანან ერთმანეთს ორივეს კარგი ჭიდაობა ბაზა მათი არის, გრეპლინგი კარგი, თუმცა ფეხზეც რაღაცები შეუძლიათ, საკმაოდ სახიფათოები არიან, მაგრამ ორივე ამ კომპონენტში ვფიქრობ რომ უმარი მას ჯობია, პლუს ანთრომეტრიულადაც მასზე დიდია, წვდომი ყველაფერში უპირატესობა აქვს. სიმაღლეში, ფეხის წვდომში, ხელის წვდომში, პლუს ის იარაღები რაც აქვს დეივისონ ფიგურედოს აქვს მასაც და პლუს ძალა და გაბარიტები მეტი და ასეთ თამაშებში როგორც ეს შანსი არ რჩება ხოლმე მეორე მებრძოლს, ასე რომ მე დიდ ფავორიტად მივიჩნევდი აქ უმარ ნურმაგომედოვს. ეს რაც შეეხებოდა პრელიმ კარდზე, პრინციპში პრელიმის ბრძოლებზე მეზე არ ვისაუბრებ.
მოდით ახლა გადავიდეთ მთავარ ქართზე. აი აქ უკვე საკმაოდ რთულადაა საქმე. მოდით დავიწყოთ პირველი ბრძოლით, რაც გახსნის მთავარ ქართს. არნოლდ ალენი, ჯინ სილვა. ნუ ფავორიტი არის მოგვეგრების მოსაზრებით ჯინ სილვა, რაც არ არის გამორიცხული კი არ არის გასაკვირი და მოველოდი რომ ყველა ვარიანტი ალბათ უნდა იყოს კიდევ ჯინ სილვა, იმიტომ რომ აი სლაზია წინმიდის კი ბოლო ბრძოლა წააგო, მაგრამ წააგო პირველ კონტენდერთან და მეათე ნომერმა წააგო პირველ კონტენდერთან და ის რომ მას ისევ მასზე მაღლა მისცეს, მაღლა მდგომი ეს ბუნებრივია. მოგიოთ მეტოქის ნაკლები რეიტინგის მეტოქე მიცეს. ხო, ბუნებრივია მე 6 ნომერს ვხედავ, მაგრამ ხა ყოველ შემთხვევაში მე არ ვიზიარებ იმას რომ რა კი წააგო პირველ კონტენდერთან ეგრევე თავისი ქვემოთაც უნდა შეხვედო და არა, ნამდვილად. არნოლდ ალენი ეს საინტერესო ბრძოლა იცით საკმაოდ უკვე მათ დაასახელეს ფავორიტად ბუკმეკერებმა ჯინ სილვამ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მასე მარტივად არ არის და ავხსნი რატომ ზოგადად შეიძლება არნოლდ ალენი ჯეთი არნოლდ ალენი ისეც არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე და საერთოდ არ არის არც ბებერი არ არის არც ერთ სიმას ვიტყვით რომ ძალიან გაცვეთილია 32 წლის არის თუ რაღაც იმას აქვს ორი წააგო ზედიზედ, მაგრამ წააგო ჰოლოვეისთან და მოვსავლებოებთან ორივესთან სხვათა შორის წააგო გადაწყვეტილებით მოვსავთან საერთოდ წააგო თუ არა ეს კი ცალკე თემაა, ანუ მოვსავი ძოლები ვიცით და ძირითადად ეგრე იგებს რომ ან მოიგვანა კაცმა არის და ჰოლოვეისთან კი ნამდვილად წააგო, მაგრამ ამ ბრძოლას თუ ნახავთ გამოვიცავ რა მოხდა ამ ბრძოლაში ჰოლოვეიმ წააგო მეხუთე რაუნდი, რომ ერთადერთი რაუნდი რომელიც ნამდვილად მოიგო იმან არნოლდ ალენმა იყო მეხუთე რაუნდი. ჰოლოვეისთან მეხუთე რაუნდის მოგება არის ძალიან რთული. როგორც წესი ვიცით რომ ჰოლოვეი ძიმეთ იწყებს, მე უმატებს მეტოქეც ზიანდება, ესეც ზიანდება, მაგრამ ეს უმატებს და როგორც წესი მეხუთე რაუნდში ანადგურებს ხოლმე. აქ პირიქით გადარჩა საერთოდ მეხუთე რაუნდში ჰოლოვეი. და ეს ზოგადად ახასიათებს არნოლდ ალენს, რომ მისი ასე ვთქვათ გაფუჭება არათუ ძნელია, ვერავინ ვერ მოახერხა ჯერ. კი წაგებები აქვს, სამი წაგება აქვს უბრალოდ, არა, მაგრამ სამივე სხვა ჩვენს გადაწყვეტილებით, ან მისი გათიშვა და დასაბმიტებას წარმოუდგენელია, ძალიან რთულია და პლუს მისი გატეხვა არის ძალიან რთული. ძალიან რთულია წარმოუდგენელი. მე დარწმუნებული ვარ, არნოლდ ალენს გატეხილს ჩვენ ვერ ნახავთ. შეიძლება და ტრაუმული შეიძლება ნახოთ პირდაპირ გაგებით მოტეხილი, შეიძლება მოთხოვდეს, მაგრამ გატეხილს მე მგონი ვერ ნახავთ. წაგებული შეიძლება ნახოთ ზოგადად, მაგრამ გატეხილს ვერა. და აი ეს შეიძლება იყოს პრობლემა ჯინ სილვასთვის, რომელიც ძირითადად მეტოქეებს მიაქცევს პრობლემა რაც ამბობ, ან აფინიშებს თან საწყის რაუნდებში მალევე, პირველ მეორე რაუნდში, ან ტეხს. ან ორივე. აი როგორიც მაგალითად, აი ძალიან ლამაზი ნინჯა შოუკით მოუგო მან პრაის მიჩეს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მანამდე საერთოდ გატეხა მან. აი ეს არის თავარი იარაღები მისი, ასე ვთქვათ, მთლიანობაში რომ ნახოთ რა, მე კონკრეტულად დარტყმის მეთოდებზე და ილეთებზე არ ვამბობ. თავარი მისი პლუსი ჯინ სილვას არის ის ან ეგრევე აფინიშებს, ან ტეხავს, ტეხს თან თავისი ამ ქცევითაც და ასე შემდეგ და თავისი სტილით და დიდი ბოდიში არნოლდ ალენს ამას ვერ გაუკეთებს ჯინ სილვას. შესაბამისად მე მგონია რომ ბრძოლა გაგრძელდება ძალიან დიდ ხანს და რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება ბრძოლა, ალენი უფრო უმატებს ხოლმე. იგივე გიგასთან ბრძოლა გავიხსენოთ ალენის. ხო პირწმინდად მოგიგან პირველი რაუნდი და მეორე რაუნდის შუიდან რომ დაიწყო ალენმა მომატება უკვე საერთოდ ბრძოლა რომ გაგრძელებული 5 რაუნდიანი რო ყოფილიყო, შეიძლება საერთოდ დაიფინიშებინებოდა რაც კიდე. ნუ თუ საბოლოოდ გამოვიდა საკმაოდ თანაბარი ბრძოლა, რაუნდ ნახევარ იქით აქეთ და ნუ ალენს მიცეს, ნუ ბატონო ხა ვერ გავაკრიტიკებთ. დაკეთო მიეცათ გამიხარდებოდა. მაგრამ ნუ დავალებო თავი გიგას ისე დაუბრუნდეთ არნოლდ ალენს. მოგრედ იმის თქვა მინდა რომ ზოგადად ძალიან რთული მეტოქია არნოლდ ალენი ჩემი აზრით ჯინ სილვასაერი მებრძოლებისთვის. თან ჯინ სილვა ეგეთი თუ ვერ გატეხა და მან სხვაჯერ ვერ გატეხა თავის ბოლო ბრძოლაში ლოპესი. აწოდა ამიტომ წააგო ჩემი აზრით. კი იქ მეორე რაუნდი კარგად დაიწყო, უტყავდა, მაგრამ ვერ გატეხა უბრალოდ და ნუ ნახეთ ხო რაც მოხდა. მოგრედ ჩემი აზრით მე ვერ ვიტყვი ხა ამდენ არ ვამბობ დიდი ფავორიტი უნდა იყოს არნოლდ ალენი მეთქი, მაგრამ ამ ხელა ფავორიტი ჯინ სილვა არ უნდა იყოს. საერთოდ თანაბრად მივცემ გავანაწილებდი აქ შანსებს, ის კი არა ის შეიძლება ოდნავ ნუ მოდი ვთქვა თანაბრად შანსებს მივცემდი, იმიტომ რომ მოგრედ ეს ბრძოლა იქნება ომი, ალებში ომი რა თქმა უნდა,
რომელიც ჩემი აზრით მივა დიდი ალბათობით, ხო, მესამე რაუნდამდე მაინც რომ მივიდეს ჩემი აზრით და სულაც შეიძლება გადაწყვეტილება მივიდეს. მეცაც გეტყვით, თუ ფინიში იქნა ამ ბრძოლაში, ჩემი აზრით ფინიში თუ ალენი მოიგებს. თუ საწყის რაუნდებში მე არ მგონია რომ საწყის რაუნდებში ალენის დაფინიშება შესაძლებელი იყოს. და ჟინსილვას დაფინიშება ვფიქრობ რომ შესაძლებელი არის და დაუფინიშებია. ამიტომ თუ ფინიში იქნება, მე ვფიქრობ ფინიში იქნება უფრო ალენის მხარეს. თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება არ იყოს ფინიში. რა თქმა უნდა, მეც მაინც უფრო ვიხრები გაწელილი ბრძოლისკენ, სადაც ალენს ნაკლები შანსი არ აქვს. მოკლედ მცდელობაში ბევრი რო არ არითმეტიკა რო არ გამოვიყენე ძალიან თანაბარი შანსებს მე აქ ნამდვილად ვერ ვიტყვი ნაკლები შანსი აქვს არნოლდადეს ისილვაზე. მომდევნო ბრძოლა ნატალია სილვა როუზ ნამაიუნაზი. აქ საერთოდ ძალიან გამოუცეს ბუკმეკერებმა. დიდი ფავორიტია ნატალია სილვა. დიდი პატარა ფავორიტი რო იყო, მას ველოდებოდი სიმართლე რომ გითხრათ, ისევ და ისევ მათი სტატუსებიდან გამომდინარე, ამჟამინდელი სტატუსებიდან გამომდინარე, ნატალია სილვას უყურებენ როგორც მომდევნო მეტოქეს ვალენტინასთვის, თავარ კანდიდატს მისთვის რომ მომდევნო მეტოქე იყოს. და ნუ როუზი უკვე ასე ვთქვათ, ითვლება რომ ის აღარ არის, თუმცა მე ამ ბრძოლაში სერიოზულ პრობლემებს ხედავ ნატალია სილვასთვის და რაც გულისხმობს. ნატალია სილვა ძალიან ტექნიკური, ძალიან კარგად მიყავს ყოველთვის ბრძოლა, აქვს გეგმა, რომელსაც ასრულებს ძალიან კარგად, მაგრამ რა არის თავარი არ არის როუზ ნამაიუნასის და რატო იყო ის საერთოდ ჩემპიონი, რატო ყავს მას დამარცხებული ორჯერ ყავს თან დამარცხებული უელი ჟენგი, რაც საერთოდ წარმოუდგენელია და ჟენგზე უკეთესი არ არის. ჟენგიც მასზე ტექნიკურია. ტექნიკურის და ძლიერის და ყველაფერი. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ის რომ ნატალია სილვა არის როუზ ნამაიუნასზე ტექნიკური და აღნიშნავს. როუზ ნამაიუნასზე ტექნიკური ძალიან ბევრი მისი მეტოქე ყოფილა, ვისთვისაც როუზ მოუგია და გადაულია კიდევაც. როუზის რაღაცით როუზის ხოჩოს აი ამ მხრივ მაგონებს ბრენდონ მორენოს. ანუ როუზი იდეალური აფიჩი არის და საუკეთესო აფიჩი არის. ისევე როგორც ბრენდონ მორენო, არც სტრაიკინგში არ არის რაღაცა წინავს და უიმედეთ და სტრაიკინგი არც კრეპლინგში არ არის რაღაცა კი ისიც, მაგრამ რაღაც საუკეთესო არ არის. მაგრამ როუზს აქვს ორი რაღაც ძალიან მაგარი, ძალიან კარგად მიქსავს და სწორად ირჩევს როდის გადავიდეს დაუშვათ სტრაიკინგზე, როდის გადავიდეს კრეპლინგზე, როდის შევიდეთ ტექზაუნზე, ამას იდეალურად აკეთებს და მეორე როუზ ბაიცის როგორ ჩაუშალოს მეტოქის გეგმა. ორივენი როუზის და ბრენდონ მორენო ძალიან ჩამშრელები. ფეხბურთის ტერმინოლოგია რო ვიყო. ისინი უფუჭებენ მეტოქეებს თამაშს და აი მე ვფიქრობ რომ ნატალია სილვასნაირეს ტექნიკაზე გეგმაზე აწყობილ მებრძოლებს ზოგადად ასეთებთან ჩემი აზრით უჭირთ. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. და მე გავრისკავ და ამ ბრძოლაში ვიტყვი რომ საკმაოდ თანაბარი შანსებია, მაგრამ ოდნავ ფავორიტად გაგიკვირდება და როუზ ნამაიუნას ავასახებ. აი 55-45-ზე ჩემი აზრით არის როუზ ნამაიუნას. შესაძლოა შევწდე, მაგრამ მოდი როუზის გავიხსენოთ ერთი ასაკი, 23 წლის არის, არაფერი ისე. არა, კი, მე ვფიქრობ რომ როუზ მინიმუმ არანაკლები შანსი აქვს ნატალია სილვასთან. ნახოთ, შეიძლება შევწდე და მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ არის, როგორც ხედავთ, ხელა ფავორიტად დაუსახელებიათ აქ ნატალია სილვა, მაგრამ ნახოთ, არ მეშინია მე ამ გამოწვევის და მაინც ვიტყვი რომ მცირე ფავორიტად დავასახელებ ნამაიუნას. მძიმე წონა. შემდეგი ბრძოლა მძიმე წონა, ვალდო კორტეს აკოსტა, დერეკ ლუისი. ხო, ნუ ეს ის შემთხვევაა, როცა ნუ პრინციპში დავეთანხმები ბუკმეკერებს, იმიტომ რომ მეც ვფიქრობ რომ აკოსტა დაიყოს ფავორიტი. ეს არ ნიშნავს რომ დერეკს არ აქვს შანსი, დერეკს შანსი ყველასთან აქვს, იმიტომ ერთი მორტყმა დერეკმა თუ მოარტყა ერთხელ ეს ძალიან ხშირად არის ხოლმე საკმარისი. უბრალოდ ვალდო კორტეს აკოსტა ძალიან ჭკვიანი ტექნიკური მებრძოლი, თან ჭკვიანი კიდევ ხო ეშმაკიც შეიძლება ითქვას და მე ვფიქრობ მისი ტაქტიკა იყო ძალიან მარტივი, ის არ წავა აკოსტა გამწვავებაზე საწყის რაუნდებში, ძალიან ბევრს იმოძრავებს და ძალიან ბევრს ამოძრავებს, ვფიქრობ დერეკ ლუის და სადღაც აი მეორე რაუნდიდან ნენელა მოუმატებს ტემპს დერეკ ლუისის. თავი პრობლემა მთელი კარიერის განმავლობაში იყო მისი კარდიო და მით უმეტეს ახლა არის 42 წლის მე მგონი. მით უმეტეს ამ მხრივ უფრო გამწვავებული აქვს მას ეს პრობლემა
და ვფიქრობ, დაღლის დაკანცელდა საბოლოოდ მოიგებს ან გადაწყვეტებს, ან გვიან რაუნდში ფინიშებს. გვიან რა, შეიძლება მეორე რაუნდიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე აქ ფავორიტად მეც, ფავორიტად ხედავ ვალდო კორტეს აკოსტას. ეს რაც შეეხება მთავარი კარდის პირველ სამბრძოლას და დავიდეთ კომეინზე და მეინზე. დავიწყოთ კომეინით. შონ ომალი, სონგ იადონგი, მესამე ნომერი სუპერბოლის ზონის რეიტინგის შონ ომალი, მეხუთე ნომერი იადონგი. ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა ორივესთვის, გამარჯვებული ძალიან დიდი ალბათობით იღებს კონტენდერის სტატუსს. კონტენდერები ყველანი არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ მეუბნებ კონტენდერის ამ თავარ საბრძოლოზე თავარი პრეტენდენტის სტატუსს. რა თქმა უნდა, აქ არის უმარიც, რომელიც დიდი ალბათობით მოიგებს დღეს და მასაც აქვს იგივე, ასე ვთქვათ, ამბიცია, პოზიციიდან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანი. მე გამოვიწყავ საერთოდ ფიგერედოს მოგებას, მეორე ნომერია შევეხსენებთ მარგონმაგოვედოვი. თუმცა მათ ისევე როგორც უმარს ამ ბრძოლაში გამარჯვებულსაც ექნება აუდიოთ პრეტენზიაც და შანსიც. შემდეგ როგორ დაალაგდება და რაც გადაწყვეტს დანავეთი ეს ცალკე თემა. აქ ფავორიტად დაასახელეს შონ ომალი და სხვა არ არის არც ისე დიდი ფავორიტი. არ არის შონ ომალი და კარგია რომ ასეა, იმიტომ რომ მეც არ ვთვლი დიდ ფავორიტად შონ ომალის. ის კი არა საერთოდ ფავორიტი არის თუ არა, ალბათ არის, მაგრამ ძალიან მცირე მგონია რა. მაინც უფრო 50-50-ს ვიტყოდი აქ, იმიტომ რომ აი აქ შეიძლება ვისაუბროთ ომალის ჩემი აზრით ემოციურად არ აქვს კარგი პერიოდი. რას გულისხმობ? ომალი იყო ჩემპიონი, ომალი იყო მწვერვალზე, ომალი მწვერვალიდან ჩამოვარდა, არაფერს საშინელება არ მოხდა, მშვენიერი კარიერა აქვს ადამიანს, ხო, საბოლოო ჯამში. მაგრამ ვფიქრობ, რომ თავად ომალის არ ჯერა, რომ მან შეიძლება კამარ დაიგდოს. ისეთი მოთამაშეები არიან იქ, მე რაბი კიდევ თამაშია და გავიწყდეთ. პიოტრიანთან შენახვედრია ომალი და ახლა ძალიან კარგად იცის ომალი, რომ პიოტრიანის მოგებაც მისთვის ძალიან რთულია. ის როგორ მოგო გახსოვს, ხო? პლუს არის უმარიც, რომელიც სტილისტურად შეიძლება საკმაოდ პრობლემა იყოს ომალისთვის და ალბათ იქნება. მოკლედ სავარაუდოდ შონ ომალი შემთხვევით არ არის ომალიმ დაიწყო საუბარი დასავლე კარიერის დამთავრებაზე და შემდეგ სავარაუდოდ ის ხდება, რომ ძალიან გაუჭირდება და ძალიან მცირე შანსია იმის, რომ ის დაბრუნდეს მწვერვალზე. ამიტომ ამ განწყობას ზოგადად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და იადონგ სონგი პირიქით არის, იადონგ სონგი ძალიან მშიერია. ძალიან მშიერია, იმიტომ მათვას აქვს არ გულისხმობ 28 წელს ასე ჯერხო და იადონგ სონგი. ასევე სონგი ძალიან დიდი ხანია, აი ახლოს არის ატიტულობს ომასთან. ძალიან დიდი ხანია, ხო 5-6 წელშია, მოდი ასე. დიდი ხანია ძალიან. და ძალიან მშიერია, ხო ძალიან მონდობილი. მე ვფიქრობ, რომ გავა აი გიჟივით გავა ამ ბრძოლაზე სონგიადონგი. ახლა მოდი მათი თვისებებიც განვიხილოთ. ვიცით ომალის თვისებები ძალიან კარგი თვისით არის ნოკაუტორი, ნებისმიერი მეტოქის დაფინიშება შეუძლია, მაგრამ აი იადონგ სონგის შეუძლია თუ არა არ ვიცით. იადონგ სონგს აქვს ძალიან ძლიერი ნიკაპი, ჯერ თვითონ არის ძალიან ხისტი. ზოგადად ასეთ ხისტ მეტოქებთან ვფიქრობ შონ ომალის ზოგადად უჭირს. მერაბიც ძალიან ხისტია, მაგრამ მერაბი ფენომენია და კაი მერაბის შეიძლება არ მოვიყვანოთ მაგალითად მერაბის და ყველას უჭირს, მაგრამ ვფიქრობ რომ ზოგადად ხისტ მეტოქებთან ძალიან უჭირს, ასეთ ხისტ, ასეთ უხეშ მეტოქებთან შონ ომალის მათ შორის ერთებისგან როდის უკან დახევაც ძალიან ძნელია და ადვილადთან არ ფინიშდება და ასეთია იადონგ სონგი. იადონგ სონგს სულ კარიერაში უწერია მარცხი ორჯერ ნოკაუტები და ტაქტიკური ნოკაუტები და აქედან ერთხელ კი გათიშეს, მაგრამ ეს ძალიან ადრე UFC-მდე ჯერ კიდევ იყო, რა ვიცი, 20 წელსაც არ იყო მე მგონი და მეორე ნოკაუტი რაც უწერია, ეს არის შეგახსენებთ კორი სენთჰეგენთან ექიმის მიერ გაჩერებული ბრძოლა, იქ არ დაფინიშებულა სონგი. უბრალოდ ექიმმა მეოთხე რაუნდის ბოლოს შეხედა მის ზიანს, თქვა რომ ამას მე უფლებას არ მივცემ ბრძოლაში მიდიოდ, იყო ბრძოლაში სონგი და სხვადასხვა მეოთხე რაუნდი, აი რომლის შემდეგაც შეწყვიტა ექიმმა ბრძოლა სონგს ჰქონდა საუკეთესო ამ ბრძოლაში. არ ვიცი რამდენად შეიძლება მოუგუკიდეს სენთჰეგენს და ყოველ შემთხვევაში თავის საუკეთესო ბრძოლა რაუნდი იყო ამ ბრძოლაში, მეოთხე რაუნდი. ანუ ის კიდე თამაში იყო და მეხუთე რაუნდში სავარაუდოდ კიდე უფრო მოუმატებდა. ამის გამომდინარე, რომ სონგი ძალიან რთული მეტოქია ომალისთვის და
მე არ გამოურიცხავ კი არა, მოდი ასე მე კიდევ ერთხელ დღეს ძალიან ვებრძვიან ბუკმეკერებს, ყოველ შემთხვევაში თავარ ქარდის შემთხვევაში ძალიან ვებრძვი და მოდი მე მცირე ფავორიტად სონგს დავასახელებ. 55-55 სონგი ჩემი არჩევანია. მოკლედ დღეს ძალიან გაფრაზებული ვარ ბუკმეკერებზე ეთქობა. ეს რაც შეეხებოდა კომენს. და რა თქმა უნდა კვინტესენცია UFC 324-ის მთავარი ბრძოლა, მეოთხე ნომერი ჯასტინ გეიჯი, მეხუთე ნომერი პედი პიმბლეტი. ამ ბრძოლაზე სანამ გადავალ, მოდი ჯერ ვთქვათ ამ ბრძოლის მნიშვნელობა. სხვადასხვა შემთხვევაში არ არის რომ ილია თოფურიამ განაცხადა այդ ფრაზა თქვა აპრილ-ივნისშიო. დაბრუნდები. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თან შეახსენებთ რომ გამოცხადა რომ ქარდი თეთრი სახლის ქარდი ორშაბათს სადღაც შეხვდა ინფორმაცია რომ ორშაბათს ეტყვის დანა ვაიტი ტრამპს ანუ ამ ივენთის შემდეგ ეს ბუნებრივია იმიტომ რომ მაგაზე ამ ივენთზეც არის ბევრი ამ დამოკიდებული მოკლედ ჩემი აზრით თუ პედი პიმბლეტი იმარჯვებს სადღაც აპრილში ნუ გაზაფხულზე ქარდი ჩაინიშნება სავარაუდოდ ინგლისში ლონდონში ან სამე ინგლისში, ლივერპულში შეიძლება სულაც, ორეთ ინგლისში, სადაც პედი პიმბლეტი შეხვდება მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას. და თუ ჯასტინ გეიჯი მოიგო, მაშინ ივნისში თეთრ სახლში სწორედ ჯასტინ გეიჯი შეხვდება მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას. ანუ აპრილი, ივნისი ძალიან საკრალური ნათქვამი რა. ან აპრილში გეიჯი, ან ივნისში ბოდიში ან აპრილში პიმბლეტი ან ივლისში ჯასტინ გეიჯი. ხო, მოხდა გადავიდეთ ამ ბრძოლაზე. აქ მცირე ფავორიტად დაასახელეს პედი პიმბლეტი, ნუ კარგია რომ დიდ ფავორიტად დაასახელეს, მაგის მეშინოდა, იმიტომ დიდი ფავორიტი ნამდვილად არ უნდა იყოს პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯისთან, ისე რა მე აქაც აიც ჯიუტად ვიტყვი საპირისპიროს და მე სიმართლე ვთქვათ მცირე ფავორიტად და ვასახელებ ჯასტინ გეიჯის. ახლა რატომ? ათანჯო კი არა, 4 ხაზიაზე კი არა, მართლა დღეს პირიქით ჩვენი ხაზიაზე ვარ. უბრალოდ მოდი ჯერ შევხედოთ მათ მეტოქეებს. ვისთან აქვს დაბრძოლი ჯასტინ გეიჯის? კი, მას წაგებებიც აქვს, საკმაოდ უნიშნავია, მაგრამ ვისთან აქვს წაგება? ჯერ ბოლგია 3 წაგება მას. უბრალოდ 5 წაგება, ხო? ის 2 წაგება ადრე იყო პორიესთან და ალვარესთან, კი ბატონო. აი ბოლოს 2020 წლიდან დაწყებული წააგო სულ 3 ჯერ. და ვისთან წააგო? ნახეთ, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჩარლზ ოლივეირა და მაქს ჰოლოვეი. მოუგო 2 ჯერ რაფაელ ფიზიევს, დასტინ პორიეს, მაიკლ ჩენდლერს, დონალდ სერონეს, კი ტონი ფერგუსონს. კი ბატონო. აი ხა ეს სახელები შევადაროთ, მოდი შევადაროთ პედი პიმბლეტის დამარცხებულ მებრძოლების სახელებს. მაიკლ ჩენდლერია მეტნაკლებად ტოპ მებრძოლად, ვინც უნდა ჩათვალო აქედან და ტონი ფერგუსონი მის დამარცხებულში. მაგრამ ნუ მაიკლ ჩენდლერი და ტონი ფერგუსონი როცა დაამარცხა პედი პიმბლეტი არ იყვნენ, არც ერთი არ იყო მაიკლ ჩენდლერი, ის რასაც წარმოადგენდა მაიკლ ჩენდლერი და არც მეორე არ იყო ტონი ფერგუსონი. იყვნენ ღრმად დაბერებული ძალიან ცუდ სერიაზე მყოფი მებრძოლები. იბატონო, ბოლო 5 ბრძოლაში 4 წაგება ჰქონდა მაიკლ ჩენდლერს და ნუ ტონი ფერგუსონზე არ ვამბობ, საერთოდ მიყოლებით ჰქონდა წაგები გვეცოდებოდა ტონი ფერგუსონი, უკვე არ გვინდოდა რომ გამოსულიყო ხოლმე ოქტაგონზე როგორც გასულ. იბატონო, პედი პიმბლეტთან წაგების წინ ტონი ფერგუსონს ჰქონდა 1 2 3 4 5 6 წაგებიანი სერია. ამის გარდა პედი პიმბლეტმა დაამარცხა ბობი გრინი, ნუ რაც ბობი გრინის დამარცხება თუ ამას ამბობს, არ ვიცი, ჯორდან ლევიტი მშვენიერი მებრძოლია, მაგრამ ტოპ მებრძოლი ჯორდან ლევიტი არასდროს არ იქნება. რაც შეეხება ჯარედ გორდონთან მოგებულ ბრძოლას, ახლა იმას ვინმე მოგებულს თუ ეძახის, არ ვიცი, ის ბრძოლა აშკარად ჯარედ გორდონმა დააწყო. ჯარედ გორდონმა მოიგო. და გასაგებია რომ მას შემდეგ გაიზარდა პიმბლეტი, ხა 2022 წელს იყო ჯარედ გორდონთან, მაგრამ იმდენად გაიზარდა რომ გეიჯისნაირებს მოუგოს. მე არ ვამბობ რომ არ შეიძლება პიმბლეტმა მოუგოს, შესაძლოა ამ სუსტებს რომ მოუგო, სუსტებს შეხვდა და იმას ვისაც შეხვდა იმას მოუგო, ხო ახლა მისი ბრალი ხო არ არის და შესაძლოა რომ მან გაგვაკვირვოს, მაგრამ ჯერ არ გვინახავს. ჩვენ არ გვინახავს ჯასტინ გეიჯის მსგავსი დონის მეტოქესთან პედი პიმბლეტი. შესაბამისად
არ მგონია სწორი მისი ფავორიტად დაყენება. თუ აღმოჩნდა მოგო ვიტყვითო კი თურმე მაგარი ყოფილა, მაგრამ მისი წინა ბრძოლები არ გვაძლევს ამაში დარწმუნების საშუალებას. შეიძლება ჯეროდეს, ეს ყველას ნება. შეიძლება მინდეს ჯეროდეს, კი, არ მოგო ვიღაც მაგარი, მაგრამ ვიცი რომ ვატყობ რომ მაგარია, ვძლობ რომ მაგარია. კი ბატონო, ამის უდო ყველას, მაგრამ ვინმე გამოიძინა თქვას რომ მაგანა და ამტკიცოს რომ პედიპლედი მაგარია იმიტომ რომ აი ეს გზა გაიარდა ესეთი გააკეთა, არ მაგარი რა არის, მაგარი არის, მაგრამ ეიჯზე მაგარი. ეს არ გაუკეთებია პედიპლედის, საკმარის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება ვინც შეხვდა იმას მოუგოდა ხა ჯარედ გორდონის გარდა. მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს მართლა მაგარი. თუმცა ეს მას დამამტკიცებელია და ეს უნდა დამტკიცოს ამ ბრძოლაში. მე პედიპლედში ამ ბრძოლის ფავორიტს ვერ ხედავ. იმიტომ რომ კი, რო შევადაროთ უკვე მოდი მათ გადავიდეთ ნელ-ნელა. გრეპლინგში ჯობია ნამდვილად პედიპლედი, მაგრამ გრეპლინგი რომ გამოიყენოს, ეს გრეპლინგის მატჩი არ არის, არის MMA-ის მატჩი. გრეპლინგში რომ ჯობია პედიპლედი, ეს თავად ჯასტინ გეიჯი მას იცის და ბუნებრივია, ისი გეგმა არ იქნება გრეპლინგის. მისი გეგმა იქნება გრეპლინგი არ იყოს. ხო, შესაბამისად, შეიძლება ბრძოლა იყოს ფეხზე და თუ შეიძლება ჭიდაობას პედიპლედი, ნუ იქ გაუწიოს წინააღმდეგ და დარჩეს ფეხზე. ხო, ჯასტინ გეიჯი. ანუ ისე წაიქცდენო თვითონ პოზიცია არ ქონდეს, წამგებიან. ხო და, ნუ გასაგებია რომ პედიპლედი აქამდე ვიღაცებს აქცევდა, მაგრამ მის ჭიდაობაში მე არ ვარ დარწმუნებული. შეიძლება აღმოჩნდეს, კარგად ჭიდაობს, ძალიან კარგად ჭიდაობს. გრეპლინგი და ჭიდაობა სხვადასხვა ამ შემთხვევაში ვიჯნავ მე. გრეპლინგი კარგი აქვს ნამდვილად, უკეთესია გეიჯზე, მაგრამ გეიჯზე უკეთესი მოჭიდავე თუ არა. მე ეს არ ვიცი. მე ამბობს რომ არისო, მაგრამ არ ვიცი ეს არის თუ არა. გეიჯი სხვაჩვით ჭიდაობდა. და საკმაოდ წარმატებულად ის კი არა, all American მოჭიდავე იყო სხვაჩვით თავის დროზე. ასე მასალა MMA-ში დაივიწყა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა დაჭირდება ამის გახსენება, ვფიქრობ თუ როდესღაც გიკეთებია კარგად. ვფიქრობ იმის გახსენება შესაძლებელია. და არ ვარ დარწმუნებული რომ მარტივად გრეპლინგამდე მარტივად მიიყვანს პედიპლედი. ფეხზე ვფიქრობ უბრალოდ შანსი არ აქვს. ფეხზე უბრალოდ დაშლის ჯასტინ გეიჯი შეიძლება. ბევრად უკეთესი სტრაიკერია. ხო და ყველაფერი აქედან გამომდინარე, მე ვერ ხედავ რეზონს რომ ფავორიტად ამ ბრძოლაში დავასახელო პედიპლედი და აქაც გავჯიუტდები და მცირე ფავორიტად მე მაინც დავასახელებ ჯასტინ გეიჯის. ასე რომ რა გამოვიდა, ნახეთ, პირველი კარტში კი ბატონო მე ყოველთვის იმ ბრძოლაში დავეთანხმე ბუკმეკერებს, ნურმაგომედოვის და გოტიეც დავასახელე ფავორიტებად. აი რა შეეხება ისე როგორც ბუკმეკერებმა, რა შეეხება თავარ კარტს 5 ბრძოლიდან 4-ში არ დავეთანხმე ჩვენს ბუკმეკერებს. ესეც მე არ ყოფილა. ასე არაცდენილა. ჩემი და ბუკმეკერების მოსაზრება და ნახოთ, ვინ აღმოჩნდება უფრო მართალი. ვისი პროგნოზი იქნება მეტი, ვისი პროგნოზი გამართლება მეტი, ანუ ჩემი თუ ბუკმეკერების. ესეა. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწერეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ. ვიდა კამთენიას. იყავით.